გამარჯობათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ არხზე. მოდით დღეს ვნახოთ საჯარო გაშლა სახელწოდებით რა უნდა გავაკეთო 2025 წლის ახალი წლის დადგომამდე, ხო? ეს იგულისხმება უშუალოდ იმ პერიოდში, სანამ შემოვა ახალი წელი. რა უნდა გააკეთოთ კონკრეტულად თქვენ, რა გევალებათ, ერთგვარად, რა თემა უნდა მოაგვაროთ, ხო? შესაბამისად, მიიღებთ ამ საჭირო ინფორმაციას, რეკომენდაციას, სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი ახალ 2025 წლამდე, შესაბამისად, ეს რეკომენდაცია ვფიქრობ, რომ თითოეული თქვენგანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. ენერგო ინფორმაციისთვის თქვენთვის საჭირო არის, რომ განახორციელოთ მოწონება, კომენტარი, გაზიარება, რომ ბალანსირება იყოს იმიღებული ინფორმაციის, რასაც დღეს მოისმენთ. ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს ჩაწერა საახალწლო გაშლასთან დაკავშირებით, რომელიც წლის პროგნოზს მოიაზრებს, 2025 წლის პროგნოზს, დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირადში და ასევე მაქვს აქცია, ის ვინც შეიძენს კონკრეტულად ჩემს საავტორო წიგნს, საჩუქრად გადაეცემა ბრელოკი ტაროს არკანის ფუნქციით, რომელიც საკმაოდ, ასე ვთქვათ, კარგად მუშაობს და სპეციალურად დატვირთული იქნება, ასე ვთქვათ, ენერგიით კონკრეტული არკანის შესაბამისად. მას შესაბამისად, პირველი ვარიანტის წარმომადგენლებმა რა უნდა გააკეთონ ახალი წლის დადგომამდე, რა რეკომენდაცია არის, მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტის წარმომადგენლები. შეხედეთ კარტებს, დაფიქრდით, აიჩეთ თქვენთვის ასურველი ვარიანტი, მათ ვინც ვერ მოსწაით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ. მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლება. შეხედეთ კოშკის მდგომარეობა ამოდის. კოშკის მდგომარეობის სიტუაციით, რაც თამამად შემიძლია თქვა, ყველა არასაჭირო ადამიანები, ენერგოვამპირების კატეგორია, ადამიანები, რომლებიც გაღიზიანებენ, ადამიანები, რომლებიც სრული სიტყვის მნიშვნელობით არიან გამომყენებლური დამოკიდებულებით თქვენთან მიმართებაში, ხო? ყველაფერი ეს უნდა გადატოვო არსებულ ძველ წელში. ყველაფერი მოძველებული, ყველაფერი ასე ვთქვათ არასაჭირო, ხო? ის რაც გაღიზიანებს, ის რაც შენთვის უკვე ტოქსიკური არის, აი ეს არის ზუსტად შენთვის გასაკეთებელი მთავარი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მისაღები, ხო? სანამ დადგება 2025 წელი, ყველა ვარიანტში ეს უნდა გაწმინდო გარემომყოფი ადამიანები, დასანგრევი დაანგრიო, გასანულებელი გაანულო, ხო? იმიტომ რომ შენ უნდა შეხვდე ახალ წელს ახალი ენერგიებით. მოდი თემა უფრო მეტად ჩავშალოთ და ჩემი საავტორო ორაკულით ვნახოთ. კონკრეტულად ეს ყველაფერი კიდევ დამატებით რას ეხება, რა უნდა გააკეთოს 2025 წლის დადგომამდე. ხო, რაც თქვი, ზუსტად და ასე ვთქვათ, პირდაპირ დაზუსტება ამოვიდა, ის ადამიანები, რომლებიც ეგოიზმით არიან თქვენთან მიმართებაში შეპყრობილი, ვისაც თქვენი სიმშურნის მომენტი აქვს, ვინც მუდმივად გაკვირდებიან, ვინც მუდმივად, ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ რაღაცაში მოგბაძონ, რაღაცაში, ასე ვთქვათ, თუნდაც გაჭორის თემაში, ხო, თქვენზე ისაუბრენ, ზუსტად აი ესეთი ადამიანები გჭირდებათ. გაფრთხილების სახით მოდის, რომ დროულად მიიღე გადაწყვეტილება, ვის ტოვებს შენ სივრცეში და ვის არა. ასევე რაღაცა მომენტში საკუთარი, ასე ვთქვათ, ეგოზეც უნდა იმუშაოთ. უფრო მეტად იმუშაო საკუთარ ეგოზე, უფრო მეტად გქონდეს ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღების უნარი და უფრო მეტად დააფასე საკუთარი თავი. და შემდეგ უკვე ავტომატურად პირადის თემა იქნება ეს ზოგადი კომუნიკაციები, ზოგადი, ასე ვთქვათ, სიტუაციები, ნებისმიერ ასპექტში ცხოვრებისეულად სინათლის მდგომარეობა პირდაპირ მზე ამოდის, გამართლების პოზიცია, გადახვალ რაღაც გამოღვიძების პერიოდში. თავარი არის აი ეს რეკომენდაციები, რომელიც მოწოდებული იყო შენთვის პირველი ვარიანტი, გაითვალისწინო იქამდე, სანამ 2025 წელი დადგება. დამიწერე კომენტარებში, რამდენად ახლოს იყო შენთან არსებულ სიტუაციებთან, რამდენად რეზონირდა არსებული თემა, მე კი უკვე გადავდივარ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებმა რა უნდა გააკეთონ 2025 წლის დადგომამდე, რა რეკომენდაცია არის. შეხედეთ, აქ არის მდგომარეობა, როდესაც რაღაცა მომენტში ზემეთად ხარ, ესე ვიტყოდი, ჩაციკლური წარსულისეულ სიტუაციებზე. წარსულისეულ თემებს ვერ უშვებ, წარსულისეულ ადამიანებს შეიძლება ითქვას, ხო? უნდა გაიაზრო, წარსული რჩება წარსულად და უნდა იცხოვრო ეხლანდელი სიტუაციით და მომავლისკენ ხედვის კუთხით, ხო? შენ გაქვს ეს რაღაცა მიჯაჭვულობები, ეს რაღაცა გარკვეული სახის სტიგმები საკუთარი თავის მიმართ.
მიმართ, ხო? გჭირდება რომ ეს გადალახო, უფრო მეტად იმუშაო საკუთარ თავთან მიმართებაში, საკუთარი ფსიქოლოგიის კუთხით, თუნდაც რაიმე სახის კურსი გაიარე, თუნდაც რაიმე სახის ეზოთერიული ინფორმაციები წაიკითხე, ფსიქოლოგიური ინფორმაციები, ყველაფერი იმისთვის, რომ ცოტა უფრო მეტად მართო საკუთარი ემოციები, საკუთარი გადაწყვეტილებები, ან ყველაფერი, ან არაფერი. ეს მეტად მაქსიმალისტური მიდგომა გაქვს არსებული საკითხების მიმართ და გახსოვდეს, რომ თავშეწირვა რაღაც სიტუაციის მიმართ, ეს უფრო მეტად არის ფანატიზმი და არა კონკრეტული რამისადმი ერთგულების მდგომარეობა, ხო? იმიტომ რომ როდესაც შენ ხედავ, რომ რაღაცაში ზიანდები და შენ ამიდა, ასე ვთქვათ, სარგებელი არ მოგაქვს საკუთარი თავისთვის და უბრალოდ სხვებს ასიამოვნებ, ეს უკვე საკუთარი თავის გააწერვის თემა არის, ეს უკვე ფანატიზმი არის, ხო? ასე რომ აქ რაც უნდა გააკეთო, ისწავლო მიჯაჭვულობიდან დაახსნა საკუთარი თავის წარსულისეულ თემებზე, ნუ ხარ ჩაციკლული წარსულისეულ ტრამებზე, იცხოვრე ეხლანდელი მომავლის სიტუაციით და მომავლის თემებზე უფრო მეტად ორიენტირდი. დამატებით მოდი ვნახოთ კიდევ რას უნდა მიაქციო ყურადღება, რაც უნდა დაამუშაო მეორე ვარიანტის წარმომადგენლებმა არსებულ პერიოდში. წყენა. ხო, აი იმიტომ ამოვიდა პირდაპირ ეს წარსულისეული სიტუაციები, ეცადე რომ ეს ყველაფერი წყენები რაც დაგროვილი გაქვს ადამიანების მიმართ. მე არ ვამბობ, რომ დაივიწყო და რაღაცა მომენტში უბრალოდ აღარ გახსოვდეს. გახსოვდეს ეს ყველაფერი წყენები, უბრალოდ საკუთარ თავს ნუ ინადგურებ, ხვდები, საკუთარ თავში ნუ იგროვებ ამ ყველაფერ ნეგატიურ ემოციებს. გახსოვდეს უბრალოდ შეძლების დაგვარად გაუშვი ეს ყველაფერი. ნუ გაქვს იმისი, ასე ვთქვათ, სურვილი რომ რაღაცა მომენტში ყველაფერი გააკონტროლო, ნუ გონია რომ ყველაფრის კონტროლი შეგიძლია, ნუ რაღაცა მომენტში მე გაცრუებების თემა შესაძლებელი არის ხშირად ქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტად ბევრ მოლოდინებს ამყარებდა გარშემოყოფილი ადამიანების მიმართ, ხო? და რა თქმა უნდა, გველის პოზიციით საკმაოდ ისეთი მწარე მდგომარეობით გიბრუნდება ხოლმე ეს ყველაფერი, ანუ გველის წელთან ერთად შენ გჭირდება, რომ ეს რაღაცა და ასე ვთქვათ, ღუზის პოზიციაში როგორც ხარ დაპაუზებული და რაღაცა წყენა, აი გულგატეხილი მდგომარეობა, ზედმეტად ბევრი წყენები გაქვს დაგროვილი. ამ წელში უნდა დატოვო ეს ყველაფერი და უფრო მეტად შეხვდე მამაკაცური ენერგიებით. ქალბატონი უყურებთ, მამაკაცი მნიშვნელობა არ აქვს, უფრო მეტად სიძლიერის კუთხით, საკუთარ თავზე გამარჯვების პოზიციის კუთხით უნდა შეხვდე. და შემდეგ უკვე წყლის მორევი, ანუ ემოციები უკვე ნელ-ნელა დაგისტაბილურდება და გადახვალ სტაბილურ ჰარმონიულ სიტუაციებში. აქ მეორე ვარიანტის სიტუაციაში უფრო მეტად არის ფსიქოლოგიური სამუშაო შეძლების დაგვარად ეს თემა გადალახე. დამეწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირებთ და რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული სიტუაციები, მე კი უკვე გადავდივარ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე. რა უნდა, ასე ვთქვათ, გააკეთო ახალი წლის დადგომამდე. პირველივე რაც ამომდის აქ სიტუაცია, ეს არის არ გაიკიდო ისეთ ურთიერთობებს, სადაც შენ თავს ზედმეტად გრძნობ, სადაც თავი დამცირებულად გაქვს, ხო რაღაც მომენტებში არასრულფასოვნების შეგრძნება გაქვს. ნუ გექნება ის მომენტი, რომ მე მჭირდება ეს ადამიანი. რეალურად იცი როგორ მომენტი არის ადამიანს საკუთარი თავის გარდა. სწორად გამიგეთ, რასაც გეტყვით. რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ბაქთის წინაშე რომ დადგება, თვითონ არის საკუთარი თავის ბატონ პატრონი. შენ გასაკეთებელს მაინც არავინ არ გააკეთებს სიტუაციურად. ხო, შესაბამისად, აი ამ ვარიანტის წარმომადგენლებს გჭირდებათ გააზრება იმის, რომ შენი თავის ბატონ პატრონი ხარ შენ ხარ შენ თავზე დამოკიდებული და არა შენ სხვებზე დამოკიდებული, ხო? აქ არის უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გასააზრებელი ის მომენტი, რომ მეტი საკუთარი თავისადმი სიყვარული, მეტი დაფასებულობის მომენტი, მეტი ლიდერობის პოზიციის მდგომარეობა, ხო? შენ უნდა გაიაზრო ის, რომ შენ ხარ მთავარი შენ ცხოვრებაში და არა სხვები გიწყვეტავენ შენ ცხოვრების მდგომარეობას. მივხვდი ხო, როგორი მომენტი არის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გჭირდება უფრო მეტი დაფასება სიყვარულის მომენტი საკუთარი თავის მიმართ. ზუსტად ამაზე უნდა იმუშაო არსებული პერიოდის განმავლობაში და საკმაოდ სულწრაფი გადაწყვეტილებებისგანაც თავი შეიკავო, ესე ვიტყოდი და ზედმეტად გულთან უმიგა ყველაფერი, ესე ვიტყოდი. ნუ ხარ ზედმეტად ჰუმანური ამ საკითხებში. სიძლიერე ნამდვილად გაქვს, თავარი არის, რომ ნებისყოფა უფრო მეტად ჩართო საკუთარ თავში და გააკეთო არჩევანი, ასე ვთქვათ, საკუთარი ცხოვრებისეული ასპექტების მიმართ, ხო, ნუ გაქვს ნეგატიური თვითპროგრამირების მდგომარეობა საკუთარი თავის მიმართ, საკმაოდ ძლიერი მენტალური მდგომარეობა გაქვს და შესაბამისად შენ თითქოს რაღაცა აი ამ არსებულ პერიოდს უბრალოდ ფლანგავ, დროს კარგავ, ხდები უფრო მეტად ნაყოფიერად გამოიყენი არსებული პერიოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს პროტესტები მუდმივად გექნება საკუთარი თავის მიმართ და თვითგვემის მომენტი, რაღაცა მომენტში თითქოს ავადმყოფობა თავს იჩენს, რაღაცა მომენტში ასე ვთქვათ, განიკურნები, ესე
ვიტყვი, ხო, დალაგდები, მე ისე მოვა, ისე მივა. ფენიქსის მდგომარეობით ცვალებადობა გექნება. შესაბამისად, შენ გჭირდება, რომ აი ეს დასამუშავებელი თემები, რაც გაქვს, პირველ ადგილზე დააყენო საკუთარი თავი. და იყო ბედნიერი საკუთარი თავისთვის. იქნები ზედმეტად გამზიარებელი სიტუაციების, ესე ვთქვი, ვილაპარაკებ შენ პირად ბედნიერებაზე ან სიტუაციებზე. აი ესეთი იყო სამიანეთის არსებული ინფორმაციები, დამიწერეთ კომენტარებში რამდენად ერზონი და არსებული სიტუაციები, პირადი კონსულტაციებისთვის მომართეთ პირადში. ნახვამდის.